მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა, რაც შეეხება ბატონებს გოჩა ლორთქიფანიძეს და ალექსანდრე ბურჭულაძეს, ისინი გააგრძელებენ საქმიანობას, ისინიც წარდგენილები არიან, ხოლო მეოთხე მოადგილის ადგილზე შევთავაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელი აღსრულების ეროვნული ბიუროსი ბატონი მიხეილ სარჯველა. დავით ჟანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ის იყო ჩემი სტაჟიორი სტრასბურგის სასამართლოში 3 თვის განმავლობაში. ბოლო წელი ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ეს წელიწადი იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, გამოცდა სერიოზულობაში, გამოცდა საქმისადმი სწორ მიდგომებში. ამ საქმიანობის შეფასების შედეგად მე გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე გამხდარიყო სხვა. საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ იქნება. მოადგილის დონეზეც ერთ-ერთი ოღონდ ამ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილება არ არის, თვითონ ერთ-ერთი მოადგილე აპირებს გადასვლა სხვა სამსახურში, თვის ბოლომდე ეს გახდება ცნობილი. ბატონი ალექსი ბატიაშვილი გადადის თავდაცვის სამინისტროში, საერთოდ მის ადგილზე დაინიშნა დავით ხუძიშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გიორგი ზედელაშვილი გადავა ჩემ პირველ მოადგილედ, რომელიც არის სახელმწიფო საუთხრების სააგენტოს უფროსი. ბატონი ალექსანდრე ტაბატაძის საკითხი სალოდ ხდება. ჯერ იმყოფება ჩემ მოადგილედ, მეორე კიდე ბატონი ლევანი ზურია და ბატონი ვახტანგ გუმელაური თანამდებობს იკავებდნენ აგზელი მუშაობას პოსტებს. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, ვინც ამ 1 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩემთან ერთად. მე ვფიქრობ, შედეგი რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ დადო, არის ძალიან წარმატებული. ჩვენ თუ შევადარებთ ანალოგიურ თვეებს გასული წლების მონაცემებით, მინდა გითხრათ, რომ ინვესტიცია 7% არის გაზრდილი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობ. მე მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის კანდიდატურა კვლავ წარუადგინე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დასამტკიცებლად და ის უკვე დამტკიცებულია და დაინიშნა მინისტრის პირველ მოადგილედ. ხოლო მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, იცით თქვენ რომ გახდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შესაბამისად მისი უფლებამონაცვლე მოადგილე ჯერჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები. რაც შეეხება გუბერნატორებთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ დავასრულეთ გუშინ დებულების პროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირდეს გუბერნატორების ადმინისტრაციის მუშაობის საკითხები.